ნახიდურთან, იქ სადაც გუშინ უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ავტოსაგზაო შემთხვევას კი 2 არასრულწლოვანი სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მოსახლეობა ძღოლის მათთვის გადაცემას ითხოვდა. ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა გადაატრიალეს ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანაც, საჭირო გახდა რეგიონში სპეცრაზმის მობილიზება. აპირისპირების შედეგად სულ 9 პირი დაშავდა, საიდანაც 2 ამ დრომდე მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს. გარდაცვლილ ახალგაზრდებს კი დღეს დაკრძალავენ. ირაკლი ბახტაძე მოგვარკვრის ბოლო ცნობებს ბოლნისიდან. ირაკლი, რა ხდება ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე? თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სულ რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს საგამოძიებო მოქმედებები. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები, იქ სადაც გუშინ გვიაღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ექსპერტ კრიმინალისტებმა დაათვალიერეს მიმდებარე ტერიტორია, ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ის ნივთები, რომლებიც დაღუპულებს და იმ ავტომობილის მძღოლს ჰქონდათ, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მიფანტული. ეს ნივთები რასაკურველია დაეულქა და ახლა მთავარი მტკიცებულება იქნება გამოძიების მიმდინარეობისას. ექსპერტ კრიმინალისტებს რასაკურველია ჩვენთვის არ უთქვამთ არაფერი, ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გქონდა მათთან, თუმცა რასაკურველია ისინი ტრადიციულად ჩვენ პრესამსახურთან გვამისამართებენ. რაც შეეხება თავად მომხდარ ფაქტს, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა და ამის შესახებ ჩვენ მაყურებელს რამდენჯერმე უკვე მოუყევით დღის განმავლობაში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაოს შემთხვევას. 21 წლის ახალგაზრდა მართავდა ავტომობილს, რომელიც არის უკვე დაკავებული და ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. დაკავებული ახალგაზრდა ამ დრომდე რჩება სამმართველოში, სავარაუდოდ დღის განმავლობაში მას ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს და ამის შემდგომ უკვე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი. ჯერჯერობით უცნობია თუ რა მოხლით დაიწყებს სახელმწიფო ბრალდება გამოძიებას. ჩვენ ვიმყოფებოდით დაღუპული ახალგაზრდების ოჯახის საცხოვრებელ სახლებშიც, რომლებიც ამბობენ, რომ უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ამ შემთხვევას იღებდნენ მონაწილეობას და ჩვენ ვესაუბრეთ ასევე ერთ-ერთ თვითმხილველს, რომელიც ამბობს, რომ მისი მაღაზიიდან პოლიციელებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერები, თუმცა მისთვის უცნობია თუ რა ჩანს ამ კამერებში, თუმცა სავარაუდოდ ეს იქნება ახლა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება საგამოძიებო უწყებებისთვის გამოძიების მიმდინარეობისას. ის გარემოებასთან დაკავშირებით შეგვიძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესს მიმართოთ და ამომწურავ ინფორმაციას იქ მოგაწვია. ალკოჰოლის თობის ქვეშ იყო თუ არა მძღოლი? ვერ გიპასუხებ, ბოდიში, ვერ გიპასუხებ, თუ შეიძლება გამატარეთ პოლიციელებმა წავიღოს კამერები. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, ჩვენ დაკეტილები ვიყავით, ვიცი რომ ორბიჯთ მანქანა დაეჯახა და დაიღუპნენ, მეტი არაფერი არ ვიცი. პოლიციელებმა უკვე ამოიღეს კამერები, სხვა ვერაფერს გეტყვით. შემოიყვანეს 10 პაციენტი, აქედან 2 მკურნალოს ჩვენს კლინიკაში, 8 გაეწერა. სხვადასხვა ტრავმებით გაეწერნენ და მიეცათ რეკომენდაცია შემდგომი ამბულატორიული მკურნალობისა ფინანსზე. ერთი გადაყვანილი არის პალატაში, ნევროლოგიის განყოფილებაში, მეორე ჯერჯერობით იმყოფება ჩვენთან დაკვირვების დარბაზში და ცოტა ხანში ალბათ იმას გადავიყვანთ ინტენსივში. ძიმე დაზიანებები აქვთ და ამიტომ რჩებიან სამკურნალოდ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება და რასაკურველია უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების მიმდინარეობისას უფრო მეტ დეტალს გაავრცელებს თუ რა გახდა ამ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. 2 ახალგაზრდა, რომელიც გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლენ, დღეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.